канала является несоответствие контента запросам общественного телевидения и использование эфира в корпоративных спорах. На самом деле, чтобы быть краткой, мы знаем, что сначала канал отключили со спутника, без предупреждения, объяснений и без каких-либо причин весомых. Далее мы узнали о том, что в общественном телевидении, на общественном вещателе активно обсуждается вопрос включения телекомпании ПИК. Я не сродился и собираюсь здесь умереть, я буду сказать свое мнение столько, сколько мне будет это важно. Вот, пожалуйста, да, в свободной стране. Есть, безусловно, в канале ПИК, есть очень интересные бывают сюжеты, это похвально, но о тенденциях, о тенденциозности. Вот газета «Московский комсомолец», которая вышла накануне за день до оглашения. Как не видеть, каким мог бы быть канал. Понятно. До этого, мне кажется, до этого, мне кажется, канал имел, это мое собственное мнение, заказную такую тенденцию. Заказа какого-то, понимаете, именно в информационной политике. Вот и все. ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავესაუბროთ იმ ორგანიზაციებს, სადაც გაწევრიანებული არიან ეთნიკური უმცირესობები საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ გვიყურებენ აქტიურად, ჩვენ ვიცით, რომ ჭირდებით. ამიტომაც ჩვენ გვაინტერესებს, რას გვეტყვიან დღეს, რა რეაქცია მათი მხრიდან იმას, რომ ტელეკომპანია პიკი გამართულია და რა შეიძლება ერთად ვიღონოთ იმისთვის, რომ პიკი აღდგეს. ჩვენ დავწერეთ უკვე დავით უსუფაშვილის სახელზე წერილი, ხო, სავარაუდოდ ხუთშაბათს ჩავიტანთ ქუთაისში ამ წერილს. იქვე ჩავატარებთ ალბათ აქციას, საპროტესტო აქციას პიკის დახურვასთან დაკავშირებით და ჩვენ ვთხოვთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, რომ განიხილოს ჩვენი საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ რამე ზომები შეიძლება რომ მიიღოს იმისთვის, რომ პიკი დაბრუნდეს სატელიტზე. მე ვთვლი, რომ საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, თავისი სამეზობლო პოლიტიკის გამო აუცილებლად ჭირდება რუსულენოვანი არხი. და ამ შემთხვევაში პიკი წარმოადგენდა ესე იგი კარგ ვთქვათ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ეს მუშაობა ყოფილიყო განვითარებული, ვინაიდან ძალიან კარგი ჟურნალისტური კოლექტივია. გამოცდილი ერთადერთი რაც ჭირდება პიკს, ჩემი აზრით, ეს არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. გადამხდელი ვარ, ჩემი ჯიბიდან მიდის ამ არხზე ფული და მე მინდა ვიცოდ რაზე ვიხდი ფულს, რომ ეს არხი აგინოს რუსეთი, მაშინ ამ ჭირდება. მე ზოგჯერ უყურებდი ამ არხს, არც ისე ხშირად, იმიტომ არ მომწონდა ის პოლიტიკა, მაგრამ უყურებდი, რუსი ვარ და მინდა ხანდახან ჩემი რუსული ენა მოусმინა და ხანდახან უყურებდი და რა თქმა უნდა ეს იყო მოგონილი არხი. დაგვედით, რომელიც სამიზნეხ რო ვაჩვენოთ მთელ სოფლიოს, აგერ როგორ მივდივარ წინ და როგორ კარგად ცხოვრობ, აგერ გადაცვალე შენობები, აგერ გზები, აგერ ზეიმები და მეტი არაფერი.